მესამე პროცესზე გადავდივართ მოწმეების დაკითხვის ბრალდების ხარისხ და მიხეილ დარჩია არის ოზურგეთის გამომძიებელი ხო ოზურგეთიდან უпростоრად და აქ მინდა მაია რადგან არ შევხვევართ ვილაპარაკოთ დაზიანებებზე და როგორ არის დაზიანებები გამოკლებული საქმეში და რას ამბობს მიხეილ დარჩია ბატონ დარჩიას და წინა გამომძიებლის დაკითხვით რა ირკვა რომ მათ არც კი აინტერესებდა არც დაინტერესებულან რა დოკუმენტები დევს საქმეში მზიას დაზიანებებთან დაკავშირებით არც იციან აი ჩემ დასაოცრად არა თუ არაფერი არ გააკეთეს არც იციან რა წერია იქ რა იმდენად აზრზე არ არიან რა წერია იმ დოკუმენტებში ექსპერტიზის დასმაშიც აღნიშნულია რომ არავის უნდა პრეტენზია არ გააჩნია არსებული დაზიანებები არის ძალიან მძიმე მსუბუქი ხასიათის რომელიც თავისუფლად შეიძლება მოქალაქეს მიიღო საპროტესტო აქციების მიმდინარეობის დროს არა განზრახ შემთხვევაში ვინაიდან პრეტენზია არ გააჩნდა აღნიშნულზე ამის გამო დამატებითი რეაგირება არ მოხდა მე რა მაინტერესებს თქვენ თვითონ გასაზღვრეთ რომ ეს დაზიანებები მსუბუქი ხარისხის არის ამის გასაზღვრებას თქვენ აკეთებთ? არა, ექსპერტიზის დასმაში პირდაპირ. ექსპერტიზის დასმაში ეს დაზიანებები არ არის აღწერილი, ამიტომ ვეკითხებთ. არის აღწერილი. არ არის აღწერილი. არის. ექსპერტიზის დასმაში შემიძლია გამოგიქვეყნოთ ეს რა სასჯელ აღსრულებამ აღწერა და რა წერია ექსპერტიზის დასმაში. სასჯელ აღსრულების დაწესებულება მეორე პროცესია გიხსნით ამას სხვადასხვა გამომძიებელს. სასჯელ აღსრულების დაწესებულებამ იმიტომ აღწერა, რომ მან აღმოაჩინა ის დაზიანებები, რომლებიც არ იყო აღმოჩენილი და ამიტომ გამომაგზავნა ეს მასალები თქვენთან. ექსპერტიზის დასკვნაში ეს არ არის ეს დაზიანებები აღწერილი. ექსპერტიზაზე მანამ არის გადაყვანილი ქალბატონი მზია და უფრო მეცად გეტყვით, ეს დაზიანებები არც ბათუმში იზოლატორში შესახლებისას არ არის აღწერილი. ეს აღწერა მხოლოდ სასჯელ აღსრულების დაწესებულება. ეხლა თქვენ რომ მეუბნებით რომ ეს მსუბუქი დაზიანებები იყო თავისუფლად შეეძლო მიეღო იქ აქ მეზობლებში და მეგობრებში და ასე შემდეგ ეს თქვენი ვარაუდებია? ჩემი ვარაუდი არის და საქმის მასალებითაც დასტურდა. რომელი მასალით ხარისხი სად არის განსაზღვრული ამ დაზიანებების მითხარით? აქ არის ერთ მხარზე დაზიანება, მეორე მხარზე დაზიანება და მკერდის ქვეშ დაზიანებები. მიმიცი საქმე თქვენ დაასრულეთ, წამიკითხეთ ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ამ დაზიანებების ხარისხი არის განსაზღვრული. სადაც ექსპერტმა ნახა ეს დაზიანებები. მსგავსი დაზიანებები აღწერილია ექსპერტიზის დასკვნაში. ერთ მხარზე. მარცხენა მხარზე. მეორე მხარი და მკერდი. საქმე რაში გახლავთ რომ როდესაც მზია დაკავების შემდეგ იზოლატორში, ასე ვთქვათ, რა დაიყვანეს, ეს ბათუმში ხდება. თავად მზიამ აჩვენა ექიმს, მას კითხე, რომ ძალიან სტრიოდა მხარი და მას ეგონა, რომ ეს დაფიქსირებული იყო, რაც სტრიოდა მიუთითა იმაზე მხართან დაკავშირებით, თუმცა მისი არც ერთი დაზიანება იზოლატორს არ აქვს აღწერილი. ჩვენ ხანგრძლივად ვითხოვდით ამ დოკუმენტებს, ბოლოს მოვიპოვეთ იზოლატორის დოკუმენტები. არც ერთი დაზიანება მზიას სხეულზე არ არის დაფიქსირებული. 12-ში მზია დილას გადაიყვანეს ექსპერტიზაზე იზოლატორიდან. გაყვანისას და შემოყვანისას არც ერთი დაზიანება იზოლატორს არ აქვს დაფიქსირებული. ექსპერტთან, როდესაც ასე ვთქვათ, მიიყვანეს მზია, ექსპერტმაც უბრალოდ კითხა, რა გაწუხებსო და რაც იცოდა ამ ადამიანმა უთხრა, რომ ხარი ძალიან აწუხებდა და მხოლოდ ეს დაზიანება იძულებული იყო შეეხედა და ეს ხელი უდალურჯებული ქონდა, ეს აღწერა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ 12 იანვრის შემდეგ 14 იანვარს უკვე როდესაც სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს მზია, ეს არის უკვე იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი უწყება სასჯელ აღსრულება. მათ დააფიქსირეს, დაათვალიერეს, ისე როგორც წესი და რიგი იყო ნაწილ-ნაწილ და არა სრული გაშიშვლებით და აღმოაჩინეს, რომ ამ მხარზეც მთლიანად ჩალურჯებები ქონდა, მარჯვენა მხარზეც მთლიანად ჩალურჯებები ქონდა და მკერდის ქვედა არეში ქონდა სერიოზული სილურჯეები. ამიტომ სასწრაფოდ დაადოკუმენტეს ეს ყველაფერი და აცნობეს გამოძიების ორგანოს, პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენინსპექციას და ყველას, რომ ჩვენთან შემოსულ პატიმარს აღმოაჩნდა ეს დაზიანებები. ჩემი კითხვები მიემართებოდა იმას, რომ გამოძიებამ რომ მიიღო, ასე ვთქვათ, ეს საგანგაშო დოკუმენტები, რომ თურმე პატიმარს აღენიშნება ეს დაზიანებები, რა გააკეთეს. ანუ რამდენიმე მიმართულებით უნდა ემოქმედა გამოძიებას. ერთი რომ გაერკვია რა გარემოებებში მიიღო მან ეს დაზიანებები. შემდეგ გაერკვია რატომ არ იყო აღწერილი ეს დაზიანებები საგამოძიებო დროებით დაკავების იზოლატორში
და რატო აღმოაჩინეს სასჯელ აღსრულებაში. Შემდეგ ჩემი კითხვა მიემართებოდა, ეს დაზიანებები რატომ არ გაუგზავნეს ექსპერტს, რომელსაც საერთოდაც არ აქვს დაფიქსირებული, იმიტომ რომ ექსპერტს უნდა შეეფასებინა. იგივე გამოძიების ორგანომ ბატონი დგებუაძე გააქანა ექსპერტიზაზე, მაშინ, როდესაც ნაკაწრიც არ ქონდა. და მზიას შემთხვევაში მას ამდენი დაზიანებები ქონდა და ეს დოკუმენტები არც კი გადააგზავნეს, ასე ვთქვათ, ექსპერტიზაში, რომ ექსპერტს შეეფასებინა შემდეგ ეს დაზიანებებიც. საბოლოო ჯამში მადრან ბევრი ისეთი კითხვის, ასეთი კითხვის არაერთჯერ კითხვის შედეგად მივიღე პასუხი, რომ მათ არაფერიც არ გაუკეთებიათ ამასთან დაკავშირებით, საერთოდ ვერც მიხვდნენ რა დაზიანებებზე ვესაუბრებოდი. ეხლა ნახეთ, რომ მიიღეთ სასჯელ აღსრულებაში ეს დაზიანებები, რომ მიიღეთ ეს დაზიანებები, იზოლატორიდან თუ რა მოითხოვეთ, რომ დაგედარებინათ, ანუ როგორც კი მიიღეთ სასჯელ აღსრულებიდან, თქვენ უკვე იცით, რომ სასჯელ აღსრულებამ დააფიქსირა ისეთი დაზიანება, რომელიც მანამდე არ იყო დაფიქსირებული, ანუ იზოლატორში, თქვენთან ბათუმში. თუ რა მოითხოვეთ იზოლატორიდან დოკუმენტები მისი დათვალიერების. არა, ითხოვეთ, საქმეში არ არის. არა, საქმეში არ არის. არა, საქმეში არ არის, ხო და ამაზე მითხოვე. მე არ გამომითხოვე. ხო და მე გამომითხოვე და იქ არანაირი დაზიანება არ არის. არც ერთ მხარზე, დიახ, სამწუხარო. არც ერთ მხარზე არ არის აღწერილი იქ დაზიანება. ესე იგი, თქვენ ეს მასალები უბრალოდ ჩააგდეთ საქმეში. მაშინ, როდესაც ეს დაზიანებები თქვენ უნდა რეაგირება გამოგვიყვიათ ეს გარემოება, არ გამოგიკვლევიათ, საიდან ივარაუდეთ, რომ მიიღო სადღაც პრეტენზია არ ქონია. არ იყო ეს უბრალო ვარაუდი, ყველგან აი ციფრის შედგენილ დოკუმენტაციაშიც პირდაპირ არის მინიშნებული, რომ მის მიმართ დანაშაული უქმედებას ადგილი არ ქონია და რა ვიცი, დანაშაული უქმედება შეიძლება ჩემი სიტყვა იყოს, მაგრამ არავის მიმართ რო პრეტენზია არ განაჩნია, ეს ქალბატონი მზიას სიტყვები უნდა იყოს ოქმის მიხედვით ასახულიყო. გარდა ამისა, მიმდინარეობდა ცალკე გამოძიება, რაც უშუალოდ მათი წარმოისაკეთებს. ხო და იმ ცალკე გამოძიებას სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს თუ გადაუგზავნეთ ეს მასალები? გადაგზავნილია, საქმეში არ ჩანს, რომ ეს მასალები გადაგზავნილია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. ცნობილია გადაგზავნილი. ცნობილი როგორ არის? თქვენ უნდა გადაგზავნათ? არ გადაგზავნიათ თქვენ? ჩემამდე ბევრი თქვენამდე ასეთი დოკუმენტი არ დევს საქმეში. ესე იგი არც მათთვის არ გადაგზავნიათ. მე პირადად არ. დაზიანებების სიმძიმე უნდა შეეფასებინა ექსპერტს სიმძიმის მხრივ და დარჩიას ევალებოდა გამოერკვია, სად მიიღო ეს დაზიანებები. მანამ დაკავებამდე, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი ეს პრინციპულებები ჩვენ მქონდა წარდგენილი, ფეხბურთს ჩაიგდო პოლიციამ მზია მანამდე იმ ჭყლეტაში გადაუარეს, გადმოუარეს დაკავებამდე, აი ძალიან მოკლე დროით ადრე ეს ადამიანი ძალიან ცუდად რა ხდა, შემდეგ დაკავების კადრები მის ძალიან მძიმეა, რამდენი პოლიციელი ახტება თავზე იმ კადრებში. და ანუ ეს გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი გარემოება იყო, სად მიიღო ამ ადამიანმა ეს დაზიანება, მაგრამ ბატონი და დარჩიას არც უნახავს მზია ამაღლობელი არც ერთხელ. არც უცდია მასთან მისულიყო და კითხვა დაესვა, ეგება და პასუხს აძლევდა ეს ადამიანი ამ კითხვასთან დაკავშირებით. კი, და დარჩიას შემთხვევაშიც მნიშვნელოვანი არის ის ნიღბიან პოლიციელებთან დაკავშირებით, რომ ფაქტობრივად მოკლედ რომ ვთქვათ, ის ამბობს, რომ ვინც რა მოუყვა, იმას ენდობა და რადგან ბჟალავამ თქვა, რომ დამკავებელი თავად არის, ესე იგი თავად არის და იქ მიწერია ეს იყო დაიკითხა კიდეც, აქ მიწერია როგორც ბჟალავა აცხადებს და შესაბამისად, ანუ რაც უთხრეს, ის დაწერა და მოკლედ მას აქვს დობა პოლიციელებს მიმართ, მათ შორის რომელზეც ამბობს, რომ ახლა კუჩაში რო შემოხდოსო, შეიძლება ვერცერთი ვერ ვიცნაო. ნიღბით კი არა, ნიღბის გარეშე. ნიღბის გარეშე ზუსტად ასე. იურგი ბჟალავა მართა. ხო და ჩემი კითხვა ეს არის ისი გარემოება. ეს არის ბატონი ბჟალავას სიტყვები. წინადადება იწყება მისი შემიტანია არც ერთი მოწმის გამოკითხვაში და მის მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია. აი ნიღბიანი ეს პრინციპში ნებისმიერი სხვა დაგანახო, გადასვავებთ მაგრამ ერთმანეთს. გამიჭირდება მე ამათ სანამ არ მოვიდი ჩემთან გამოკითხვაზე, საერთოდ არ ვიცნობდი და კადრში ცნობა კი არა, შეიძლება ხვალ კუჩაში შეხვდეს და ვერ ვიცნობ. კი ბატონო. მან უბრალოდ რა დაკითხა ის მოწმეები, ვინც დაკითხული ყავდა აჭარის პოლიციას და ვთქვათ, მიათითებინა, რომ აი ეს ნიღბიანი მე ვარ
მაგრამ თქვათ რა არწმუნებს რომ ეს არის, ამაზე ვერაფერი ვერ გვითხრა, ის ნიღბიანი მე ვარ, რა არწმუნებს რომ ეს არის, რასაკვირველია, ვერაფერი ვერ გვითხრა. და პრინციპში ხო ეს ასეთი იმპლიცებულებები არ ბრალდება. თვითონაც არიცის, რომ ეს ნამდვილად ეს არის, მაგრამ უბრალოდ საფუძველი არ აქვს, რომ ეჭვი შეიტანონ. გასაგებია, რომ ამ კადრში ჟალავას ამოსულობა შეუძლებელი არის გეთანხმებით აბსოლუტურად. კი ბატონო. და ეს არის უდაო გარემო.